ასე ეშეშუ რეკორდულ ინვესტიციას ახორციელებს, რათა აღადგინოს თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარაკეტო თავდაცვის მარაგი. აშშ ინსტიტუტი აშშ-ს არმიამ კომპანია Lockheed Martin-ს მიანიჭა კონტრაქტი, რომლის ღირებულება 58.6 მილიარდ დოლარამდე და რომელიც ითვალისწინებს პატრიოტის გადამჭრელი რაკეტების წარმოებას 2032 წლამდე. ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა დავცილდა ცნობები, რომ შესაძლოა საკმარისი გადამჭრელი რაკეტები არ იყოს ირანის ომის ამჟამინდელი ტემპის შესანარჩუნებლად. ომებმა ირანს და უკრაინაში ამოწურა აშშ-ს მარაგები. ამიტომ Lockheed-ი ახლა გეგმავს, რომ 2030 წლისთვის წარმოება გაასამაგოს. ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა დევიდ დეროში, თეირ მარშალის ინსტიტუტის პროფესორი. დევიდ, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა აქ, E24 News-ზე. თითქმის 49 მილიარდი დოლარი, უნდა თქვა. ეს საკმაოდ დიდი ვალდებულება. რას გვეუბნება ამ კონტრაქტის მასშტაბი იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს ვაშინგტონი სარაკეტო საფრთხეს? დიახ, ეს სერიოზულია და დიდი ხანია დაგვიანებულია. ნიშნულოვანია აღვნიშნოთ, რომ Lockheed Martin მხოლოდ ერთ საწარმოებს. პატრიოტის რაკეტების ორი ტიპი არსებობს, რომელსაც აშშ-ში იტანებს. Lockheed Martin მხოლოდ ერთ მათგანს აწარმოებს. ხოლო მეორე რაკეტას Raytheon-ი აწარმოებს. Lockheed Martin-ის რაკეტა PAC-3 მას აქვს ინერტული საბრძოლო თავი. ეს ეგრეთ წოდებული პირდაპირ შეჯახებით მოქმედი რაკეტაა, მაშინ როცა PAC-2-ის აქვს ასაფეთქებელი საბრძოლო თავი. ეს დიდი ხანია საჭირო იყო. ნახეთ, ჩვენ გადამჭრელი რაკეტების დეფიციტი კრიტიკულ პრობლემად გამოვავლინეთ. მაშინ როგორც კი რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა. ასევე ვიხილეთ საუდის არაბეთის კამპანიის დროს ჰაუთების წინააღმდეგ. საწყის ეტაპზე, როდესაც ჰაუთები და შემდეგ ირანელებიც ახორციელებდნენ თავდასხმებს აბგაიქზე. საუდის არაბეთი პრობლემებს წააცდა საკუთარი რაკეტების არსენალის შევსებაში. და ეხლა, რადგან რუსეთი კვლავ ომის გზაზე დგას, ჩვენი ევროპელი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ მათ სერიოზული დეფიციტი ანტისარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობებში. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს თითქმის არ აქვს ასეთი შესაძლებლობა. ამიტომ არსებობს გლობალური მოთხოვნა. მე არც კი მიხსენებია თაივანი ან კორეა. არსებობს გლობალური მოთხოვნა. არსებობს გლობალური ზრდალური ზრდა. და ეს დიდი ხანია საჭირო იყო. და თუნდაც აშშ-ს არმიამ არ შეიძინოს ყველა ეს რაკეტა საკუთარი საჭიროებისთვის, არ არის უცხოელი კლიენტების ნაკლებობა, რომლებიც ამ რაკეტების ყიგოს მოისურვებენ. თქვენ ამბობთ, რომ ეს დიდი ხანია საჭირო იყო, მაშინ რატომ ხედავთ ამას მხოლოდ ეხლა? ეს ძირითადად იმ ინტერპტორების ჩანაცვლებას ეხება, რომლებიც ირანში და უკრაინაში გამოიყენეს. თუ ეს ასევე ეხება აშშ-ის მომზადებას უფრო ხანგრძლივი კონფლიქტისთვის? ორივე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ უკრაინის ომია ამის მთავარი მამოძრავებელი. მოხდა ცვლილება, მართლა ცივი ომის დასრულებიდან დაახლოებით 2022 წლამდე. 22 სამხედრო ლოგისტიკა და განსაკუთრებით სამხედრო შესყიდვები სულ უფრო მეტად გადადიოდა სამოქალაქო just in time მოდელზე. იდეა იყო ის, რომ თუ რამე გაქვს სადღაც საწყობში შენახული, ეს იყო გაუფასურებადი აქტივი, რომელიც საჭიროებდა მოვლას და შეიძლება ომში არც კი გამოგადგეს. ეს ფულის ფლანგვა იყო. და შეგიძლიათ აექმნო გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს, რომ საჭირო ნიუტები მაშინვე მოგაწოდონ, როცა დაგჭირდება და მხოლოდ საბაზისო საბრძოლო მარაგები გქონდეს. მაგრამ რაც ნახეთ, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში 2022 წელს, იყო ის, რომ ნატოს პარტნიორებმა გააცნობიერეს, რომ უბრალოდ ვერ იმპროვიზირებ თავდაცვის სამრეწველო ბაზა. გულისხმობ მუშაკები, რომლებიც ამ რაკეტებზე მუშაობენ, უბრალოდ კვალიფიციური ტექნიკოსები არ არიან. მათ ასევე უნდა ქონდეთ უსაფრთხოების ნებართვა. ვერ აიყვან მათ უბრალოდ Craigslist-დან. და იყო მეთაური, მაშინდელმა ნატოს სამხედრო კომიტეტის მეთაურმა ეს საუკეთესო თქვა. მან თქვა, ნახეთ, თუ გვინდა გქონდეს ის მაღალი მოთხოვნის, დაბალი რაოდენობის რესურსები, რაც ომისთვის გჭირდება, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ შეიძლება მოგვიწიოს 30 წლის განმავლობაში გადავიხადოთ ქარხნებისთვის, რათა აწარმოონ ის ნიუტები, რომლებიც ტექნიკურად დღეს ან უახლოეს მომავალში არ გჭირდება. ეს უბრალოდ აქტიური თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის შენარჩუნების ხარჯია და ეს ავიარებული იყო. სამწუხაროდ, ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ჩვენ გვაქვს არ გადაგვიდგამს ისეთი სწრაფი ნაბიჯები, როგორიც უნდა გადაგვედგა. რადგან დიდწილად ჩვენი თავდაცვის მდივანი თითქოს ამ საკითხზე კონცენტრაციას ვერ ახერხებს. მას უფრო მეტად ძალის საკითხები აინტერესებს.
ვიდრე რთული საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის რეფორმირება, უფრო მეტად ძალების შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები, სამხედრო სამსახურში მირების პოლიტიკა და მსგავსი თემები აინტერესებს. ამიტომ ფიქრობ ეს დიდი ხანია საჭირო იყო და გულწრფელად რო ვთქვა, ვფიქრობ Lockheed Martin-მაც იცოდა რომ ეს მოხდებოდა. მგონია რომ ეს კონტრაქტი შეიძლება ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფო კონტრაქტაგანია, რომელიც ვადამდე ადრე შესულ. ფიქრობ ისინი რეალურად ზრდიდნენ სიმძლავრეებს ამ კონტრაქტის მინიჭების მოლოდინში. ეს აშკარად აუცილებლობაა, მაგრამ რას ნიშნავს ეს ამ ეტაპზე? გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა დენ კეინმა გამოთქვა შეშფოთება ჩამჭრელი რაკეტების მარაგის შემცირების გამო. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება იმას, რაც შეიძლება შემდეგ ვიხილოთ ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. არსებობს ამ პრობლემის უფრო სწრაფი გადაწყვეტა. Τι არსებობს ხო, ერთ-ერთი პარადოქსულად სასიკეთო გარემოება არის მაგალითად სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეის ინდუსტრია ინტელექტუალურ საკუთრებას არ სცემს პატივს. ასე რომ და ბევრი სასამართლო დავა იყო Apple-თან და მსგავსებთან. ასე რომ არსებობს სისტემა, რომელსაც Cheonggang ქვია, რომელიც ძალიან გავს პატრიოტს და თავსებადია ამერიკულ და სხვა სისტემებთან. მაგალითად არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა იღიდა იგი. ესე რომ და სხვა ქვეყნებიც აწარმოებენ ჩამჭერებს, რომლებიც პატრიოტზე ნაკლებად სანდოა. რა თქმა უნდა, ისრაელი და მე თქვენი მსმენელების მიმართ სუბუქი საყვედური მაქვს, ისრაელი 30 წელია პატრიოტს აკრიტიკებს, ძირითადად იმისთვის, რომ მიიღონ ASHT-ს დაფინანსება საკუთარი სისტემის შესაქმნელად და არა უბრალოდ პატრიოტების მისაღებად. მაგრამ ისრაელი, იცით, რამდენადაც მათ შეუძლიათ მეტი აწარმოონ, ამ სიცარიელეს შეავსებენ. და რა თქმა უნდა პატრიოტის ლიცენზირების გაფართოებაც იგეგმება. ალბათ PAC-2 და PAC-3 Trans-Europol Partnership Shores და თვით უკრაინაშიც კი. ეს რომ ეს პრობლემა ფლისიერად არ გადაწყვეტა, ფლისიერად. ზოგადად რისკის აღება მოუწევთ ალბათ აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ ვფიქრობ ეს გადალახვადია.